Hello, მეგობრებო. მოკლედ ეხლა ვარ რომ იცოდეთ სად მარნეულში და რატო ვარ მარნეულში. ჩამოვედი საფეხბურთო კლუბ მარნეულის ალგეთში, უნდა ვივარჯიშო ერთი ვარჯიში და საუკუნეა დიდ მოედანზე არ მივარჯიშია. დაგათვალიერებინეთ ახალ მოედანს მარნეულის, გაგაცნოთ ბიჭებს, წურწნელს და რავი ერთი ესე თქვა ერთი დღე გავატაროთ მარნეულში ჩემთან ერთად. მანქანა გასარეცხია როგორც ყოველთვის. გთხოვთ შემოახედეთ გთხოვთ ჩემს საბარგულში რებიალაგია, შიპოვკები, აპარატურა, ბურთი. რავი უნდა მოსოვიყო. ერთი მიკროფონი არდევს. ეს ზიზიები რამდენი ხანია არ ჩამიცვამს რა, როგორ მიყვარს რო იცოდეთ. მოკლედ წავედით ახლა, დავათვალიეროთ ბაზა და მერე ვივარჯიშოთ ერთად. ნახეთ რა, კაი მოედანი გაუკეთებიათ. ძალიან მაგარია აქაურობა, ნახეთ. ვათაშორის აი ესეთი ერთი მოედანი ყველა ქალაქში რო იყოს, ჩემი აზრით, და ყველას აზრით ძალიან კაი იქნებოდა ზოგადად ფეხბურთისათვის. და მეტი მოედნები საქართველოს, იმიტომ რომ ვართ ფეხბურთის მოყვარული ხალხი მეგობრებო. ეხლა დაგათვალიერებინეთ ბაზას, კლიანტ მოედანს. აუ რამდენი ხანია. ეხლა კაი ესე კი ვლაპარაკო გეგონება მადრიდის რეალი და სანტიაგო ბერნაბეუზე მქონდეს ნათამაშები, მაგრამ რაც მაქვს ნათამაშები, მენატრება ის ყველაფერი, მენატრება ხალხო. ნახეთ რა კაი მოედანია, მარნეულს ნამდვილად ეკუთვნოდა ესეთი სტადიონი და როგორც ყოველთვის პუნქტუალური ვიყავი ვარჯიშზე დაგვიანება არასდროს არ მიყვარდა და ისევ პირველი ვარ ვარჯიშზე, პირველი მოვდიოდი. ბოლო მივდიოდი, მაგრამ რა გინდა ბოლოს მაინც მომღერალი გონი ვარ ხალხს. გაგაცნოთ მარნეულის კოლორიტი ადამიანი. გაიცანით, ამის გარეშე მარნეულის ფეხბურთი ვერ აყვავდება. მე ვარ ამაზე, რავი, პირობას ვდებ რა, მაგრამ შენ უნდა აყვავო აქაურობა და არა, სტადიონი ყველაფერი გადაღებული მაქვს და ვარჯიში, აი ესე აფასებენ ყველა, აი დიასახლისებიდან დაწყებული. დაცვით აქვს, აი ნახეთ როგორ ცნობენ. და ვარჯიშის მერე შეპირებულია კაი დედალს, მამალს, რაღაც მარნეულის ქაბაბი ყოფილა სერიოზული დამთქმული, საფირმო და ვიმწვადაოთო და მე მაგ ყველაფერს ვიდეოს ბოლოში გაჩვენებთ, დამეოდეთ. და ჩემს საყვარელ წურწნელს გაგაცნობთ, რომელმაც მე გამიშვა დიდ ასპარესზე. დიეგო მალანია, წებო წამოვიღე მარნე მე მგონი. აბა ვნახოთ. რამდენი ხანია უნდა მოსწოვიყო. ბიჭო, ისეთები თამაშობენ ზოგი რომ მე მგონი. ახე ბიჭო, არ დამვიწყებია, აუ პაფახ. კუნთი. ზოგადად აი ეს ვლოგებს იმიტომ ვაკეთებ, რომ რავი, თუ სურვილი ექნება სამომავლოდ სხვა გუნდებს რომ მივიდე მათ გუნდთან და ერთი ვარჯიში ვივარჯიშო, არაფერს არ შეუშლი ხელს არავის. პირიქით შეიძლება ზოგმა შემომთავაზოთ დარჩიო. ხო და მინდა რომ უბრალოდ მე ქართველი ფეხბურთელების ზოგადად გულისტკივილი ვიცი, ანუ ამდენს შრომობენ, წვალობენ, ვარჯიშობენ, ყველაფერს ფეხბურთს უთმობენ დროს და თამაშებზე არ დადის ხალხი რა, მე რა საქართველოს, მე რა დაბალი დონე. უბრალოდ ფეხბურთელის მუღამი ის არის ზოგადად, რომ მის თამაშზე მაყურებელი მოვიდეს, რომ მისგანაც სიამოვნება მიიღოს და მასაც სიამოვნება მიანიჭოს. ამიტომ მინდა რომ ქართველი ფეხბურთელები არ აქვს მნიშვნელობა მეოთხე ლიგა იქნება, მეხუთე, მესამე, პირველი, მეორე. მინდა რომ ხალხი იცნობდეს მათ რა. ხო და ეხლა TikTokers რო ქუჩაში ხსნობენ და ფეხბურთელს ვერ ხსნობენ რაღაცნაირად ცუდი უხერხული მომენტი არის და ზოგადად ფეხბურთელისთვის და მინდა რომ ამ ყველაფერს გაუწიო, ესე ვთქვათ, პოპულარიზაცია და პიარი და ვისაც გენდომებათ აქ ვარ, რავი, გამომიყენეთ. სანამ ჯანზე ვარ. აბა, დამელოდეთ ახლა ვარჯიშს დაველოდოთ. და დანარჩენს იხილავთ ვიდეო. მოგწონთ ჩემი ვლოგი, ნიუ-ვლოგი. Subscribe YouTube-ზეა. ლაიქები, ჩმაიქები, კაიქები. Thank you.
ვიხდიო პულისო აქამდე გეთქო გაურასხოდე თემური ვიცი მოამზადე ცოტა გუნდი და ერთი წლის მერე მოვა. არა ეკოლია. სოსო მალანია უმცროსი მაგარია. თქვი ორ ბოთლი იმასო დალევდა რო აიღებ. ის ახლა ასე. საიდან გაუტარა იცი დინამო თბილისის? აი ლუკა როზის აიქიდან გოლი გაუტარა მეგარეს. აბა. უნდა მაგარი ვარო იძახეს. მეოთხარი ორ ბოთლ არაც დავლევ. მესამეს ხელში დავიკავე. დილამდე მივწი მეოთხარი არ გაუშვები კიდე. ვის საიდან გაუტარა? ორ ბოთლ დავლევ გეუნებას გრგრგ. მესამეს დავიკავე ხელში. ცენტრიდან რო გაგიტანა ვინ იყო? ფრიდრიკას. რეკობა. რეკობამ ჯარიმა გამიტანა რა ცენტრიდან. ბიჭო რეკობამ გამიტანა მალანიას ხوار გაუტანია ბიჭო. რეკობა. მოკლედ დღევანდელი ჩვენი ვარჯიში დასრულებულია. 4 თვიანი 5 თვიანი პაუზის შემდეგ რავი დიდზე არ მივარჯიში ამდენი ხანია. თამაშით კიდე ვერ მოვიც. ხო მანე, ხომ ეთახო. კაროჩე მე ვიგე კაბაბი მე ვიგე მარნეულის მე ვიგე. ჩულა კაბაბი, ჩულა. ეხლა მივდივართ რაღაც განგემრიელი კაბაბი ყოფილა მარნეულში. უნდა გავსინჯოთ და განახებთ იქაურ კადრებს. დაგველოდეთ და მე რა რაცა უნდა იყოს, თავი გემრიელი იყოს და სისუფთავე იყოს. წავედით. არხი გამოვიწეროთ თუ გსურთ ესეთი ვიდეოები კვლავ რომ გაჩვენოთ სხვადასხვა გუნდები არხი გამოიწერეთ და ლაიქეთ და კომენტარები დაგვიწერეთ რა თქმა უნდა მეგობრებო ეხლა მოვედით საკაბაბეში და აი ესეთი რაღაცები მოგვიტანეს მოგვიტანა ეხლა ყველაზე მაგარ კაბაბს მარნეამ როგორც ამბობს კაბაბი ჩულა ჩულა პივაჯან აი ახ პივა მალან ჩერამ მალან მე არ Короче, მოვიდა ეხა კაბაბა. აჰა, რა სიგრძეა ბიჭო. ხელი თუ ჩანგალი. ой, მოიცა ბიჭო. ხელი თავი. აუ მართლა. ჯერ ხო არ მიჭამია, მაგრამ ეხლავე გეტყვით. ძალიან მაგარია, როგორც მართლა. საუ. ძალიან მაგარი კაბაბია და ყველას გირჩევთ რომ მოხვიდეთ და ჭამოთ. რა სახლის დელ მაგარი, ბიჭო. ქონი ნახე, ქონი ნახე, ქონი. ეს რამდენი კილოა, მარნე? აი მამალი ყოფილა. ცოცხლა დაკალი? ცოდო იყო, ეხა ეს უნდა შევჭამო.
გორჩალდა. მეგობრებო, მანქანა გაიგასარეცხი. რაც ხელცარიელი არ გამიშვეს მარნეულ მამალი გინდა ის გინდა ეს გინდა. მადლობა ამ კაცს. დააფასოს მარნეულმა ეს კაცი და მარნე როდის ჩამოვიდე კიდე? всё, წავედი. გაუმარჯოს. დიახ, მარნე არის ეს. კარგად, შემდეგ ვლოგამდე. პაკა.